მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო და რადიო მაყურებლებო. დღეს ხუთშაბათია და ტრადიციულად ვაგრძელებთ თქვენთვის ნამდვილი ვარსკვლავების გაცნობას. ცეკვავენ ვარსკვლავების კიდევ ერთი ვარსკვლავი, ესეთი კაშკაშა და გამორჩეული სახე, ლუკა ჭანიშვილი მინდა გაგაცნოთ. ლუკა, ძალიან დიდი მადლობა, რომ ამ შენს რუტინაში და რეჟიმში იპოვეთ დრო, რომ ჩვენთან მოსულიყავი და ჩემი მაყურებლისთვის და მსმენელისთვის გაგეცნოთ საკუთარი თავი. პირველ რიგში გილოცავ ყველაფერს, გილოცავ შენს გასულ ტურებს, გილოცავ შენს სამომღევლო გასულ ტურებსაც, იმიტომ რომ არ მყოლი ხარ სტუმრად არასოდეს და ჩემი კომპლიმენტები მინდა გითხრა და დარწმუნებული ვარ მთელი საქართველოს სათქმელს გეუბნები, რომ ძალიან ლამაზი, ძალიან ჭკვიანი, ძალიან ნიჭიერი, მომღერალი მონცეკვავი და კიდე 1000 ბენეფიტი გექნება, რაც ვიცით და არ ვიცი, ძალიან ვამაყობთ ასეთი ახალგაზრდებით, როგორიც თქვენ ხართ და ძალიან ლამაზი დასანახი ხარ ამ ახალ პროექტში. ძალიან კარგი, შენი მეწყვილე ხო საერთოდ საოცარი გოგო. ეხლა მე გავჩუმდები და შენ შეგვახედე. ტრადიციულად დავიწყოთ, როგორ მოხდი ამ არაჩვეულებრივ პროექტში, ამ სასწავლო და დამანგრევენ და რეიტინგულ ცეკვავენ ვარსკვლავში, სადაც მე მგონი ყველა ოცნებობს მოხვედრაზე და თუ ფიქრობდი საერთოდ, რომ აი ოდესმე იქნებოდი ამ პროექტში, თუ როგორ მოხდა ეს ყველაფერი? პირველ რიგში მოგესალმებით, მაყურებელს თქვენსაც და მსმენელს. ნოესგან იყო პირველი ნოემ დამირეკა და ესე და ესე მინდა რომ ცეკვავენ ვარსკვლავების ახალ სეზონში იყო და შენ შემთხვევაში კასტინგი ისა ესა ეს ყველაფერი არ ყოფილა პირდაპირ კასტინგიც გამომივიდა პირდაპირ ნოემ შეგათვალიერა ხო მანამდე შემოთვალიერა და უდიდესი სიხარული იყო იმიტომ რომ მე მე-14 სეზონია უკვე გადის ეს პროექტი და ბავშვობიდან ჯერ კიდევ ბავშვობიდან უყურებდი და ალბათ ყველას ჰქონია მაინც გაუელვებიათ თავში რომ აი მით უფრო თუ ცეკვავ და ეს შენი თუ არის აბა რა ახლა კი ბატონო და მეც მქონდა რაღაცა რომ აი იქნება ოდესღაც რაღაცა მოხდეს ისეთი რომ მივიღო მეც მონაწილეობა მეთქი და რო დამირეკა ნოემ და ესე და ეს შემომთავაზა ნუ აი უდიდესი ბედნიერება იყო და ამავდროულად იყო უდიდესი პასუხისმგებლობაც დაფიქრდი თუ ეგრევე არა მართლა აი ერთ-ერთი პროექტი იყო რაშიც დაუფიქრებლად მივიღებდი მონაწილეობას და ეს პროექტიც ვერტის გავლით ამიხდა. რა მაგარია, თან ეგრე რომ მოხდებოდა შენ შემთხვევაში რომ ამდენ ტურს გაივლიდი და ესეთი კაშკაშა ერთ-ერთი გამორჩეული მონაწილე იქნებოდი, ფიქრობდი ამას, თუ უბრალოდ რაც იქნება, უნდა მივიღოს. პირველ რიგში ალბათ უფრო ის სიამოვნებისთვის უფრო მინდოდა, რომ აი ჩემი თავი პირველ რიგში ჩემი თავისთვის დამტკიცებინა რა შემიძლია. გარდა ქართული ცეკვისა. და არ ვიცი, მე მგონი ჩავაბარე გამოცდა ასე თუ ისე. ნამდვილად. გავედით თითქმის ბოლოში და ძალიან მაგარია. კიდე რამდენიმე ტური დაგვრჩა. ფინალსაც უახლოვდები და ნახოთ ღმერთის ძალიან მაგარია. ეხლა უფრო დეტალურად დავილაპარაკოთ. ანუ შენ ამ პროექტამდე ესე ლათინურ ცეკვებთან შეხება სამეჯლისო ცეკვებთან არ ქონია არასოდეს. არც ბავშვობაში რაღაცა პერიოდი იარე არც ამ პირველად შევხე ამ პროექტში. ცოტა იცოდი რა არის სპეციფიკა ამისი. აი სხვათა შორის ბიჭებთან და გოგოებთან ჩვენებთან ვამბობდი რომ საერთოდ არც კი მომივიდოდა აზრად და არც მომიდებოდა რომ მეყურებინა ამ ცეკვებისთვის სანამ აქ მოვედი. აი აქედან მოვედი რომ დავიწყე პირველივე ტურიდან უკვე ჩემს ტელეფონებშიც, ტელევიზორშიც მარტო აი ეს არის. ეს ცეკვები გადავერთე აბსოლუტურად. აი მართლა ვამბობ რომ ამ პროექტში რომ არ მოხვედრილიყავი, ალბათ საერთოდ არ უყურებდი, არ ვიცი რატომ. თუმცა ამ პროექტმა მომცა რომ აი დამაინტერესა რაღაცნაირად, ჩამithრია და აზარტია, ხო, აზარტია. ძალიან. მოვიდა ეს შინი გამარჯვების და აი რაღაცა ყველა ჟინია მოვიდა, ხო? კონკურსი როცა არის, ყველას აქვს თავისებური ჟინი და მეც არ გამოვაყლდები და გამოვირჩევი ჟინით. ძალიან მაგარია. როგორია ხა ამ ჟინისთვის მსვლელობა შენთვის? აი დილიდან ღამემდე შრომა. მართლა, ხო? ეხლაც რეპეტიციიდან მოვედი. დავამთავრებ თუ არა, მივდივარ ეგრევე რეპეტიციაზე ვარგზავნა. სხვა საქმეები ყველაფერი არის გადადებული. არ არსებობს, მარტო არის ცეკვავენ ვარსკვლავების რეპეტიციები ლაივ, მორჩა, სხვა არაფერი არ არის. ეს არის განსაზღვრელი რეალურად იმ წარმატების რომელიც მოდის, ხო? აი ესეთი დაუხალავი შრომა. კი, აუცილებლად. ყველა სფეროში მარტო. ელენეზე გითხარი ხო, შენი ენერგიულობა და შენი ელენე რო ენერგიულია, მე იქ ვერ მივალ ალბათ, ხო? ჯერ ხო უმაგრესი მოსეყვავე, უმაგრესი პროფესიონალი არის თავისი საქმის და ეგეც განაპირობებს ჩემ შემთხვევაში იმას, რომ ესეთი მაღალი დონის პროფესიონალი რომ მყავს ვერდით, ალბათ ჩემი პასუხისმგებლობაც აუცილებლად მეტია და ელენეს მადლობა მინდა გადაუხადო, რომ აი ესე დაუღალავად შრომობს და ყველაფერს დებს იმისთვის, რომ მე რაღაცა კარგად წარმოვჩდე და კარგად
დამოვიყურებოდე რაღაცნაირად ესე შორიდან არ ვიცი ხა ახლოდან შენ გვეტყვი ელენე ჩანს რომ არის ძალიან კარგი იუმორი თუ გახსნილი ლაღი და თან ძალიან მართლა თავისი საქმის ეს ხა როგორც პროფესიონალია ჩანს და რეალურად გასამაგებულია ჩათვალე. მართლა ხო ალბათ როგორ გიადვილდება ძალიან პოზიტიური, ძალიან პოზიტიური. ლუკა აუცილებელია რომ შენს მეწყვილესთან კარგი ურთიერთობა გქონდეს იმისთვის რომ შედეგი დათო თუ შეგიძლია რომ არ გევასებოდეს ჭალებში და მაინც მიიღო შედეგი. აი მაშინ გააჩნია ადამიანს ალბათ და თვითონ პიროვნებას, შენთვის ჩემთვის არის მთავარი რომ აი რაღაც ქიმია იყოს, ურთიერთგაგება იყოს, იმიტომ რომ თვითონ მე ვარ პიროვნება ისეთი რომ რაღაცა თუ ვერ დავინახე, შეიძლება ჩემ თავს ჩავქრე თვითონ. რაღაცა შენიშვნები უნდა იყოს აუცილებლად, მაგრამ აი რაღაცა თუ ვერ მოვერგე თვითონ ადამიანს იმასთან ცოტა მიჭირს. მე ყველანაირი კომუნიკაციას, ну, რა თქმა უნდა, მე ცეკვას და შედეგი არ არის ალბათ ისეთი რა. და შენს პროფესიულ ცეკვებში ეს აუცილებელია რომ აი მთელს გუნდთან იყო ეგეთი ოჯახური შეგრძნები თუ იქ შეგიძლია რომ იქაც რა თქმა უნდა აუცილებელი რა ვთქვათ ესე თქვა აუცილებელი არ არის, მაგრამ უმჯობესია რომ ესე იყოს რეალურად, იმიტომ რომ იქ მაინც წყვილი არ ხართ ესე რომ ვთქვათ. ამიტომაც კითხე ხო? შენ ცისხაკ გაგცეკვები, ძალკე ცეკვავ, კი რა თქმა უნდა გუნდურად ცეკვავ და მასაჟ ცეკვავ, მაგრამ აი უშუალო კონტაქტი არ გაქვს მეწყვილესთან და მეწყვილესთან არ ცეკვავ. ამიტომ იქ მაინც არ არის თქვა და აი ამ ცეკვებში აუცილებელია და საჭიროა ნამდვილად. ძალიან მაგარია. ახლა გითხარი მონაწილეებთან როგორი ურთიერთობა? ძალიან მაგარი. მეგობრობთ ყველა ერთმანეთს გულში აი მატკივრობთ. ერთი დიდი ოჯახი გავხდით და ამ პროექტმა ზუსტად ეს მოგცა რომ აი არ ვიცნობდით სიტყვაზე, რამდენიმეს ვიცნობდით ჩვენი სფეროდან გამომდინარე, თუმცა ყველას არის შორიდან და არ მეგობრობდით, ხო? არ ქონდა ესეთი ახლო კომუნიკაცია და ახლო ურთიერთობა, მაგრამ ამ პროექტმა აი შეკვრა ერთ დიდ ოჯახად, რასაც ქვია და ამისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო ზუსტად ამ პროექტს და მადლობელი ვარ ზუსტად ამისთვის. გარდა ამისა მაყურებელსაც ახლა თქვენ აი ეს სიმპათიები თქვენი ინდივიდუალურად სიმპათიები თქვენს მიმართ მე უკვე თქვენს გუნდებზეც და თქვენს რაღაცა ძირითად საქმიანობაზეც გადმოვა და ეს ხალხი აუცილებლად მოგძებნით იქ სადაც ხართ და ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ კუთხითაც ეს პროექტი. ახლა მოგვიყევი რომელი ასაკიდან დაიწყეთ ცეკვა? ცეკვა დავიწყე 3 წლის ასაკიდან. 4 წლის ნახევრის ვიყავი პირველად რომ გამოვედი ფილარმონიის სცენაზე. ძალიან პატარა ვიყავი. სხვადასხვა ცეკვა და სიმღერა ერთი ასაკიდან დავიწყე. მართლა ხო? ბავშვობაში თურმე მუცელში ვცეკვავდი, ურტყავდი დედას ფეხებს იქვე პატარავა ისინი. კიდე რაღაცა მე რომ ცოტა წამოვიზარდე, ანუ 2-3 წლის რო გავხდი უკვე რაღაც ხელები დაინახეს რომ რაღაცებს ვაკეთებდი და იქიდან მე მამა ქორეოგრაფი იყო და არ გაუშვა ეს შანსი. შემიყვანეს რომ ხედავ რაღაცა დაინახეს. აბა ჩემი შვილები ახლა ასე ვერ იზამენ, მაგრამ მინდა ძალიან რო ქნონ ეს ყველაფერი. 3 წლის ასაკში არ ხდება ამ ბავშვების მიღება და მითხარი რომელი ასაკიდან უნდა მივიყვანოთ ჩვენ მშობლებმა ჩვენი შვილები რომ თქვენისანა ჯანმრთელი, ლამაზი, ჭკვიანი, მოტორიკა განვითარებული და ჩვენი ისეთი საამაყო ცეკვის ნაწილი გახდნენ. ალბათ აი 6 წლიდან უკვე ნორმალური არის, ხო? ნორმალურია, იმიტომ რომ მანამდე მაინც ბავშვი არ არის შეჩვეული. იქ საჭირო ოთახი მოუნდება, იქ არ არის მზად, ხო, დისციპლინა რამდენად მნიშვნელოვანია. ძალიან. ყველაფერში მნიშვნელოვანია, მე მგონი დისციპლინა და არც ცეკვა არის გამონაკლისი ამ. ლუკა, როგორ არის აი დისციპლინირებული არ შემოვა. ეხა იქ მერე იძენს ამ დისციპლინას. ხო თუ მაინც უნარში უნდა კონდეთ ეს თუ გამომუშავებაც შესაძლებელია. აი ყველაფერთან ერთად მუშავდება აი ყველაფერი, დისციპლინასაც იძენს ბავშვი ყველაფერს. სხვადასხვა მეორე ოჯახი ხდება, იმიტომ რომ იქაც ისე დროს ატარებს სადაც ოჯახშიც იგივე დროს ატარებს და მე გამოდის და იქ უკვე სხვა ბავშვებს ხვდება, იქ მეგობრებს ვიჩენს და ისიც აუცილებელია რა თქმა უნდა და დისციპლინას მე ვფიქრობ რომ აი ამ ცეკვასთან ერთად იძენ რა. ეს მოგზაურობები რომელიც თქვენ გააქვთ და სულ გადიხართ ქვეყნიდან, ესეც თავისთავად რაღაცნაირ დამოუკიდებლობას გძენთ, ხო? თუ შენ შემთხვევაში როგორ იყო? არ მიფიქრე სხვადასხვა ამაზე, მაგრამ იქ ხო სწავლობთ რაღაცა თქვენ თავის მოვლა. შენი თავის დამოუკიდებლობას კი ალბათ სწავლობ, იმიტომ რომ არ ყავს არავინ, შენ ხარ შენი თავის პატრონი, შენ უნდა მოუვარო შენს ფორმებს, შენ ჯოხებს, არ უნდა გავიწდეს და წარმოიდგინეთ, რომ იმხელა ქვეყნიდან გადიხარ და გადიხარ კილომეტრებით, 1000 კილომეტრებით ვაშორებით და რაღაცა რო დაგჭეს აქ.
ეს აი ხო ვერაფერს პასუხისმგებლობას როგორ ძალიან გემუშავებთ ძალიან ეს დიდი და ყველაფერი. იმიტომ არის რომ აი სანამ წავალთ და დავტოვებთ ქვეყანას მანამდე რომ ამზადებთ ამ ფორმებს და ყველაფერს აი 3-ჯერ 4-ჯერ თავიდან გადავთვლით რა გვიდევს იქ ჩამოწერილი კაი გოგეს რა. არ დაქვს კი აი ესე არის ყველა ესე არის რომ აქ რო იყო და აქ რო რაღაცა დარჩეს კი მაინც რაღაცას ვიღაცას ეტყვიან გამოგატანს ან რაღაცა მაგრამ აი ძალიან რთულია თვითონ აი დავითი ყავდა თქვენი კოლეგა წინა ხუთშაბათს და იმან გითხრა რომ გვასწავლიანო ფორმასთან ურთიერთობასო. და აი პირველი იყო ესეთი რამე რომ გავიგე, ყველა სხვადასხვა ფორმაში სხვადასხვა ხასიათს იძენდა. როგორც სხვადასხვა კუთხე სხვადასხვა ხასიათი აქვს. საინტერესოა. იგივე ფორმებსაც. კი, სვანურში სხვანაირი და აჭარუში ცოტა ხასიათი ჭირდება და ეს ყველა კუთხეს და ყველა ცეკვას სხვადასხვა ფორმა აქვს შესაბამისად და სხვადასხვა ხასიათი ჭირდება. ძალიან მაგარი არის. მე სულ მაინტერესებს ეს ყველაფერი და სულ ერთი და იგივეს ვამბობ, მაგრამ რაღაცნაირად გაგიზიაროთ მინდა ეს ყველაფერი, რომ ჩემი წარმოდგენა ქართულ ცეკვებთან და ქორეოგრაფიასთან, აი რომ ვფიქრობ ბავშვობიდან პირდაპირ ასოცირდება ყვირილთან. და აი სულ მქონდა აი ეს სტრესი, რომ კიდე კაი იქ არ დავდივარ და მადლობა ღმერთს რომ წიმეწონიანი ვარ, რომ ცეკვა არ მიწევს, რომ ესე არ მიყვირებენ. მასწავლებლისგან. ქორეოგრაფიისგან კი. ეს მითია დაინგრა იმ ძველ დროს გაყვა თუ ესეც დისციპლინის ნაწილია. გააჩნია როგორ ალბათ. ანუ თუ გადადის უკვე უზრდელურ ასე რომ ვთქვა ყვირილში და მიმართვაში ხო ეგ რა თქმა უნდა მიუღებელია, მაგრამ აი ხა წარმოიდგინეთ რომ 50 ბავშვი 60 ბავშვი და აი ესე ჩუმად რომ აი გასწორდი. აი ხო შეძახილის ხო ეს ფორმას, მაშინ კი აუცილებლად მისაღები და ესეც უნდა იყოს რეალობა, მაგრამ თუ გადადის უკვე შეურაცხყოფელ ფორმებში და იქ ლანძღვაში და ეს უკვე რა თქმა უნდა მიუღებელია. ამიტომ ყვირილი მაინც საჭიროა. შეძახილის სახით. როგორ ჩანს ის არის რა, თანდევი ამ ყველაფერს. იმიტომ რთულია რომ ამდენი ბავშვი გააჩერო და ხმა მიაწვდინო ასე. უკა როცა პატარა ხარ და აი რაღაცა აი სათბურიდან გამოდიხარ სახლიდან, ბაღიდან, საიდანაც სადაც ყველა გელოლიავებ და უცებ აღმოჩნდები, რომ აი სადაც აი ეგრეში გახსოვს ეს ყველაფერი, როგორი იყო შენ შემთხვევაში? იმიტომ ისეთი პატარა საკიდან დავიწყე, რომ არ მახსოვს ესე რომ ვთქვა, როგორ მივედი იმას აკამდე, საშუალო ასაკამდე არ მახსოვს. არ გახსოვს. აი მახსოვს რომ მამა ჩემის ჩამწოვდა მაგანაში მიმიყვანდა ვისეკვებდი წამოვიდა. ამ შენ შემთხვევაში აი ამ მოდგმით ცეკვას ასე ვთქვათ, აქ რამე ბენეფიტები თუ პირიქით, აი სულ რაღაცა შენი თავის მტკიცებაში ხარ, როგორ ხდება ეგ შენ შემთხვევაში თუ უფრო მარტივია ამ გზის გავლა შენთვის, რომ ყველა მიცის შენი სახელი და გვარი თუ მაინც შენ რაღაცნაირად იბრძვის სულ რომ შენი ინდივიდუალიზმი და შენი რაღაცა ის დაამტკიცო. ინდივიდუალიზმის სწრაფა ყოველთვის არის. იმიტომ რომ აი შრომასთან და რეპეტიციებიდან გამომდინარე სულ არის. იმიტომ რომ სულ ყოველთვის რაღაც ახალს იძენ ახალს გადააწყდები ხოლმე და ეს ყოველთვის სწრაფა მაგისკენ არის ინდივიდუალიზმისკენ და თან შენი 1000 ნიჭი კიდე რომელიც გაგაჩნია და დანერი და ხანის მე მგონი გამორჩეული ხარ ძალიან. სიმღერა თუ ცეკვა რომელი თუ ეგრე არ არსებობს. ალბათ უფრო სიმღერაში უფრო მართლა? ამდენადაც წარმოუდგენელი და ცოტა ესეთი გასაკვირი უნდა იყოს სიმღერაში უფრო კომფორტულად ვარ. მაგრამ არ ვიცი რატო რეალურად. ხო, იმიტომ რომ შენი უფრო ალბათ არის ეს ყველა. აი მირჩევნია სადმე სიტყვაზე რაღაცა დღეობაზე ვარ, ან რესტორანში ვარ რაღაცა. მირჩევნია რომ ვიმღერო, ვიდრე რომ მითხრა რომ ადექი და იცექო. ხო, იმიტომ რომ ცეკვას კიდე რაღაცნაირი სხვანაირი ისურა, ხო? მაგრამ პირიქითაც არის ხალხი და მე ამ შემთხვევაში ასე ვარ. აი, მაშინ შენი სამომავლო გეგმები და სად ხედავ შენ თავს და სიმღერაში აუცილებლად. მართლა ხო? სიმღერაში აუცილებლად და რაღაც პატარ-პატარა სიახლეები არის და სიურპრიზები, მაგრამ ჯერ არ მიტყვის რაღაცებს. კაი პროექტები, ამიტომ რა მაგარია. სიმღერაში აუცილებლად. ხო, ეგ უნდა მეთქვა, რომ ამ კუთხით თავარია არ გაჩერდე და სულ რაღაცა დაგეგმო, სანამ ახსოვ ხარ ადამიანებს, სანამ ცხელია შენი სახელი და სანამ ძალიან გვაინტერესებს, რას გააკეთებთ. ძალიან მინდა რომ შენ ყველა ჩანაბიქრი აგისრულდეს და მე კი რა მთელი საქართველოს დარწმუნებული ვარ ესე არის განწყობილი, იმიტომ რომ ძალიან პოზიტიური, ძალიან ნიჭიერი და ძალიან ლამაზი და ძალიან კარგი ახალგაზრდა ხარ. კარგი, ამ სიურპრიზებს მე მოდი და გითხარი ეგ როგორი გეგმებოდა ასე კი, შემდეგ. აუცილებლად. კარგი, ვინ არის შენი ყველაზე დიდი გულშემატკივარი? ვინ გულშემატკივრობს ამ ცეკვებში? ჩემი მეუღლე, დედა, მამა. აი, ჩემი მეუღლე მაგალითად მე მგონი ის უფრო ნერვულობს ვიდრე მე. მართლა, მიგითხარი რა უფრო დეტალურად. და სხვათა შორის ესეთი რაღაცა აქვს ნათქვამი, რომ ანუ მე უფრო მინდოდა მე მგონი ხო არის მეუღლე მაგალითად ზოგს არ უნდა რომ ისეთი ცეკვებია მაინც რომ
თავის მეორე ნახევრად მეუღლეები აცეკოს ესეთი რაღაცებიც არის. კი, მაგრამ ელენეს შეჩეული ხო, მე შეჩეული ვარ და ელენეს მე მგონი, რა ვიცი, მე უფრო მეტად მინდოდა მე მგონი ვიდრე შენო, რომ ამ ცეკვებში ყოფილიყავი და ყოველთვის აი ცეკვების ლაივის პერიოდშიც რო უყურებ ხოლმე ისეს უნერვიულობს და ვაიმე და ჯვარის ჩამოკიდებული ხელი აქვს და აი უკვე მეც ის ემოციების განვაქვს ყველაფერი რომ გაძლევს ამ ენერგიას. კი, აუცილებლად. ან ჩემი ოჯახი ყველაზე დიდი გულშემატკივარია და მაგათთვის კი ყველაფერი საერთოდ. ძალიან მაგარია. ხო, ეს გაძლევს ძალიან დიდ ძალას და აუცილებლად. ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. ოჯახში და განსაკუთრებით მეუღლე არის შენი კარიერის წარმატების განსაზღვრელი მართლა შენ საკუთარ თავზე მეტად, იმიტომ რომ შორის მეც ვამბობ მასე რომ ჩემი მეუღლის დამსახურებაა ბევრი რამე რომ თუნდაც ეხლა ბევრი არაფერი გამივლია მთლად მაგრამ სადამდე მოვედი სუპერჩი არის ხო? აუცილებლად ყოველთვის ვერჩი მიდის. ძალიან მაგარია. აი, როდესაც ცეკვავ იქ გესწრება თუ თუ ტელევიზორთან გულშემატკივარია მოდის და გესწრება. არ შეუძლია უბრალოდ რომ ჩემს გვერდით არ იყოს მაგომენტი, იმიტომ რომ ამბობს რომ აი იქ ნერვიულობსო და მე რო არ ვიყო, იქ ალბათ სულ ვეღარ იქნება ნერვიულობის განმავლობა. ძალიან მაგარია. ეხლა რაც შეეხება ჟიურის შეფასებას. მოქმედებს, ელოდები, არ ელოდები, мотиваციას გაძლევს, არ გაძლევს. აი, დამოკიდებულება როგორ იქნება, იმიტომ რომ შენს პროფესიულ ცეკვებში ეგეთი რამე არ არსებობს, რომ იცეკვებ და მე ნუ შენი ქორეოგრაფი შემოგძახებს, გავიგე მანამდეც და მერეც, მაგრამ აი ესე რომ ადამიანები ისხდნენ და ფეხის ჩხილიდან თმის ღერამდე ესე შენი ცეკვას განიხილავდნენ, ეგეთი რამე არ არის. ახალი იყო ჩვენთვისაც ყველა ქართულის მოწვევისთვის. როგორ მიიღე ეს ყველაფერი? აუ შეჩვეული ვიყავით, თავიდანვე მომზადებული ვიყავი, რომ ეგეთი რაღაცა უნდა მომხდარიყო. და არ ვიცი, აი ყველა ემოციურადაც საკმაოდ მდგრად ვარ განწყობილი. იმიტომ რომ ეხლა წინა სეზონებს ხო უყურებდი და ხო ვიცოდი რაც მელოდა წილი. კი. თავიდან X-ray რო არის, გამატარებდნენ ყველაფერში და ამიტომ მაინც წინათა შემზადებული ვიყავი და სხვათა შორის აი ეს ჟიურის შენიშვნები საკმაოდ მახარებს. მირჩევნია რომ შენიშვნები მითხრას რომ შემდეგისთვის გავითვალისწინო და გამოვასწორო, ვიდრე აი ყოველთვის რომ ნუ არც იქნება ეგ რომ ყოველთვის გაქონდა აი ეს იმიტომ რომ ჩვენთვის ახალია ხო ეს ვაფშე სხვა სფერო არის საერთოდ. ამიტომ მიხარია რომ რაღაც შენიშვნას სხვათა შორის ვასწორებ. და აღინიშნა ეს ფაქტი. კი, აღინიშნა ეს ფაქტიც და ისიც მინდა აღვნიშნო რომ უკვე ზედიზედ მესამე ლაივია რომ ფულების ლიდერი ვხდებით. ეს არის შენი დაუღალავი შრომის და ზუსტად იმ შენიშვნების გათვალისწინება. თქვენს პროფესიაში არის თუ არა აი ეს ემოციური მზაობა აუცილებელი, რომ მიიღო შენიშვნები და არ კონდეს ამასთან დაკავშირებით სიბრაზე და გულისწყვეტა. აი ამაზე მინდა რომ ესაუბრო თუ ალბათ მიმღებლობა შენიშვნის არის მისაწინდარი რომ მე ხო არა? იმიტომ რომ ანუ შენიშვნას თუ არ იღებ, ანუ რას ამბობ მაგით, რომ ანუ ესე იგი საოცრება ხარ და ზოგიერთი ამბობს რომ მე мотиваციისთვის სჭირდება სულ შექება და შეფარული შენიშვნა და ასე სადარია. აი ჩემ შემთხვევაში მაგალითად მირჩევნია რომ შენიშვნა უფრო მომწეს. საფრი ხო? ხო, რომ მე იმაზე ვიმუშაო, იმიტომ რომ ვიცი რომ არ ვარ სასწაულად მოსეგვავე და შეუცდომელი და ეს ანგელოზი ასე რომ ვთქვათ, მეც მეშლება რაღაცები და ყველა შეშლება. ამიტომ მირჩევნია რომ ის შენიშვნა რაზეც ვერ ვაკეთებ სიტყვაზე რომ აღნიშნოს და მითხრას რომ აი ლუკა შენ რაღაცაში ცოტა უკეთესად რო გააკეთე, ან მიდგომასაც ხო გააჩნია როგორ გეუბნება შენიშვნას ესე არა. აი რაღაცაც კარგია, მაგრამ აი უკეთესად რო გააკეთო და ისე რო გააკეთო, ეს უფრო კარგი იქნება. ეს იქნება ჩემთვის იდეალური მაგალითად. და არის კიდევაც. მივიღებ აუცილებლად, მირჩევნია რომ ესეთი შენიშვნები ძალიან ბევრი მქონდეს. ეს შენიშვნები მე მიგაქ შენს მეწყვილე ელენესთან და უკვე ერთად კი, აი ვაშალაშინებს ხო ვთქვა, ვამუშავებთ ყველაფერს ერთად. კი. ძალიან მაგარია. ელენეს აქ იმდენი დრო რომ თავიდან ბოლომდე მოგეცხოვრეს შენ მოკლედ იმასაც გადადებულია ყველაფერი და ყველაფერი. აი ყველა ვინც ამ პროექტში ვართ, ალბათ ყველას ამ პროექტის გარდა არაფერი არ გგვაჩნია. აი რაც ეს ორი თვე თქვენახევარი რაც არის მარტო ვარ გადმართულები ამ პროექტში. შენი ასე ვთქვათ, სხეულს დამახსოვრებული აქვს შენი პროფესიული ცეკვები, რომელიც აბსოლუტურად როგორც ამბობენ, სხვა კუნძზე მოქმედებს და ეს აბსოლუტურად სხვა დატვირთვა არის სხეულისთვის, ხო? თვითონ სხეულის ტონუს როგორ გრძნობა? აი რა შეიცვალა? ტონუსი მე ხო აი არ მქონდა ცოტა ხანი ნაცვლი, დანავებული მქონდა თავი. და თავიდან გამიჭირდა, იმიტომ რომ მაინც კუნთი მიუჩვეველი უკვე ისეთი ფიზიკური აქტივობა აღარ მქონდა, რომ სიტყვაზე ყოველდღე რეპეტიციები მქონდა. იქთანაკეთ გადმოსულიყავი. და თავიდან გამიჭირდა, მაგრამ აი დროთა განმავლობაში უკვე შევედი ტონუსში, მაგრამ რა მოხდა, რომ
აღმოვაჩინეთ ყველა მაგას იძახეს, რომ ყველა აღმოვაჩინეთ რაღაც ისეთი განსხვავებული კუნთები, რაც აქამდე არ ვიცოდით, იმიტომ რომ საერთოდ სხვა რაღაცეებია ჩართული. ქართულ ცეკვაში თუ ხარ სულ ზევით გაჭიმული და სულ ხრებში გამართული, ხო? აქ უკვე სხვანაირად გიწევს, უკვე ცოტა მორბილება გიწევს, ტანის, თეძოსი, ყველაფრის და ფეხებზეც სხვანაირად დატვირთვა მოდის სხვათა შორის და აღმოგვისდა საერთოდ სხვა კუნთები და გაგვიკვირდა და სასიამოვნო გაკურებულების დავრჩა სხვათა შორის. ანუ ის რომ აუ ისედაც მოცეკვავეა და აბარა კარგად გამოსდის, ეს გერგეგრე არ არის, მინდა თქვა, რომ მე ჩემი აზრით ალბათ უფრო მარტივი იქნება, ვინც არც ეკავს იმისთვის სწავლა, ვიდრე ჩემთვის და ქართულის მოსაკვავეებისთვის, რომელიც მთელი ბავშვობიდან ერთ რაღაცას სწავლობენ და ის უნდა მიატოვონ ახლა გადააგდო და გააკეთონ სულ სხვა რაღაც. საერთოდ არ ამსგავსი ანუ არ ამსგავსი, ანუ პირიქით რაც აკეთებ, ის უნდა გააკეთო რეალურად. მე მგონია, რომ ალბათ ვინც არის საერთოდ ცეკვა, იმისთვის უფრო მარტივად. ნუ ახლა ჩვენ ალბათ პლუსი გვაქვს იმაში, რომ მარტივად დავიმახსოვრებთ, მარტივად სხეული მომზადებულია კი. აი მაგამავში კი ბატონო. აი 24 საათიანი შრომა თქვენთვის უცხო არ არის და ეგეც ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში. რაღაცა ესე ვფიქრობ მეც, რომ არა მოცეკვავის უფრო მარტივი არა, მაგრამ უფრო მოიჯენს რა, ასე რომ თქვა და უფრო მოიხდენს ვიდრე ჩვენ ქართულები. როცა ვარჯიშობთ, ეს დღე უფრო გიყვარს და უფრო მსუბუქია თუ პირიქით ის დღე გიყვარს კონკურსის? მე მაგალითად ის ლაივის დღე მიყვარს და ის ლაივის დღე გიყვარს, ხო? როგორია აი თელი დღის ამზადის მითხარი და თან ემოციური ნაწილიც მითხარი როგორია? თუ არა, როგორია? იქიდან იწყება მზაობა უკვე. იქიდან ვიწყებ ყველა, ანუ გათენება და იმ ფიქრებში წავსვა უკვე რომ დღეს ლაივია და მობილიზება არის ერთი. და სხვათა შორის მე ჩემ შემთხვევაში მინდა ვთქვა, რომ რეპეტიციებზე უფრო ისევ ცვეკვავ ცუდად ვიდრე ლაივზე. იმიტომ რომ უფრო მობილიზებული ხარ. იმიტომ რომ შეიძლება გასაკვირი იყოს, რეალურად ეგრე უნდა იყოს, რომ ამბობ, იმიტომ რომ რეპეტიცია მაინც რეპეტიციაა, მაგრამ ზოგ შემთხვევაში არის რომ რეპეტიციებზე უფრო ჩანს ის შედეგი ვიდრე ლაივზე, იმიტომ რომ ბევრი ფაქტორია. იქიდან ემოცია არის, იქიდან დაძაბული ხარ, იქით კამერა, ყველაფერი მოქმედებს, ასე რომ ვთქვა და. კი, ეგრეა ნამდვილად. სხვების მეუბნებიან, რომ ლაივზე ბევრად უკეთ გამოგდისო და. მე სხვათა შორის აი გადამაქვს უკვე კონცენტრაცია იმ ცეკვის მომენტში. მანამდე ნერვიულობ სხვათა შორის ძალიან და მგონია რომ წესით ამ ნერვიულობამ უფრო უნდა მომიკლოს ის შედეგი, რაც უნდა იყოს, მაგრამ საბედნიეროდ არა. გაძლიერებს ხო? რო გესმის შენი სახელი და გვარი და შენი მეწყვილის, აი მაგ დროს გაქ ალბათ აფეთქება, ხო? აფეთქება მაგ და აი აქ ვარ მარტო ჩემ არაფერი არ მესმის გარშემო, მემზადები მარტო ჩემთვის და ვფიქრობ იმ კონკრეტულ ქორეოგრაფიაზე, იმ შენიშვნებზე, რაზეც ელენე მაძლევდა რეპეტიციებზე შენიშვნებს, ყველაფერს და აი მაშინ ხდება იმ შენიშვნების შესწავლება. აი როდის ხვდები რამე სიტყვა თუ აქ ელენეს ისეთი რომ გეუბნება რომ ესე იგი კარგად იყო ყველაფერი. აი რას გეუბნება ხოლმე თუ არაფერს არ გეუბნება ცეკვის ბოლოს. თუ კარგად ვისაკო მეუბნება რომ რას გეუბნება? ძალიან მაგარია. ურა მაგარია. თუ არ ვიცოდი არაფერს არ მეუბნება. იყო ეგეთი დღეები როცა არაფერი არ გითხრა. თავიდან იყო ეს. პირველ ლაივზე მომიწია ირე რომ მეთქი ველოდები რომ რაღაცა მითხრას ეხა მაინც პირველ ლაივია და არაფერი. გასასული იყო. აი ეხლა თუ რა შეცდომები დაუშვი და რანაირად დიპლომატი მეგრელი მოგახსენებ და მე რა შეცდომებიც დაუშვი. არ მიკითხავს შენთვის ლუკა ის ზღვა ემოციები, კომენტარები, მაინც ახალია ეს ყველაფერი. მიუხედავად იმისა, რომ პროფესიულად ცეკვავ, მღერი და პირველი არ არის შენი ეს ეკრანზე გაბრწყინება, მაგრამ იმის შეჩვევას, რომ აი კომენტარებს რას გიწერენ, როგორ გიწერენ და აი ამ რაღაცა გულშემატკივრობას და უცხო ადამიანების შეფასებებს ყოველთვის მოაქეს ემოციები. აი შენ შემთხვევაში როგორ არის? ძალიან მაგარი შეგრძნება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი გულშემატკივარი გამომიჩნდა ამ პროექტიდან გამომდინარე და სხვათა შორის ძალიან დიდ მოტივაციას მაძლევს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ მინდა რომ სულ აი წინ წავიდე, რომ ეს ხალხი ჩემი გულშემატკივარი, ვინც ბალეში გობს, რო თქვა და კომაგობს, რაღაცა გავახარო რაღაცით და ძალიან დიდი მოტივაციის წყარო არიან და მადლობა მინდა გადაუხადო მათ ამ ყველაფრისთვის, რომ არიშურებენ ამ დადებით კომენტარებს, პოზიტიურ კომენტარებს, კი, აუცილებლად. მნიშვნელოვანია და მოვიკითხავ აქედან. მოვიკითხავ და ხო, ზოგს გონია რომ რაღაცა კომენტარსაც დაწერს, შეიძლება ეს ადრესატამდე არც მივიდეს და ამ დროს ყველაფერს ყველა ვკითხულობთ და ყველაფერი არის ჩვენთვის სასიამოვნოც და ტკინეულიც და გავცეთ ესე ყველას ერთად, თუმცა აუცილებლად მოდის და ძალიან ბევრ ამის ნიშნავს ჩვენთვის. ყველა ცეკვის მერე მოდის ეს ყველაფერი და ყველა ცეკვის მერე გაფასებენ შენი გულშემატკივრები. მოდის და აი მართლა ივივსები ემოციებით, დადებითი ემოციებით ისე მახარებს ეს ყველაფერი და
რო ვახარებ სხვებსაც, ის მიხარია მეც. რა თქმა უნდა და მართლა ძალიან ახარებ და გვახარებ ყველას და დიდხანს უნდა იყოთ სცენაზე და ძალიან ლამაზი დასანახია ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ გეუბნებით. ეხლა რომ დამთავრდება ეს ყველაფერი და ღვთისწყალობით ისე დამთავრდებოდეს როგორც თქვენ გინდათ და როგორც ჩაიფიქროთ, აი მერე არ გაჩნდება რაღაცა ის პაუზა, რომელიც აი ამ ჟური რეჟიმის და გამომდინარე და აუცილებლად ალბათ გაჩნდება. მზად ხარ იმ რაღაცა პაუზისთვის, რომელიც ჯერ ვერ ვფიქრობ იცი სხვათა შორის მაგაზე. ჯერ იმდენად ვარ ჩართული ამ ყველაფერზე, რომ იქით ვეღარ ვფიქრობ რა უნდა მოხდეს. ხო, აქ ახლა მაგრამ რაღაც მომენტებში კი რა თქმა უნდა გვექნება ის და სხვათა შორის ძალიან დასანანია, იმიტომ რომ ის რეჟიმი ისე ვარ ჩაჩვეულები ამ ყველაფერს, რომ მართლაც რომ მორჩება ანუ რა უნდა მოხდეს მე რა უნდა მოხდეს და ამ ტემპით უნდა გააგრძელო შენი კარიერული წინსვლა და უნდა გვახარო და უნდა იყოს და უნდა იბჭველო და ქონია ეგეთი გეგმები და აუცილებლად უნდა განახორციელო ეს ყველაფერი. კარგით. კიდე ისევ რაღაცნაირად დაუბრუნდეთ ხა შენს ამ პროექტის გარშემო ვართ და მაინც ამ პროექტში დაუბრუნდეთ. ყავს ისეთი გულშემატკივრები, რომელიც გეუბნება, რომ იქ მოვალთ და იქ ვიქნებით შენთან და იქ გულშემატკივრებს და მართლა ხო? და სამწუხაროდ ვერ ვახერხებ. ვერ ახერხებ ზუსტად ამიტომ კითხე. ალბათ ექნებათ გულისწყეტაც და სინანულის, მაგრამ რა ვქნა აპატიეთ ყველამ. მასე არ არის დამოკიდებული მართლა. ჩემზე რო იყოს, ყველას მოვიყვანდი ალბათ. სამწუხაროდ ვერ ვახერხებ ასე რომ ვთქვა, მაგრამ ძალიან ბევრი სურველი არის რა თქმა უნდა. ეს ხო ძალიან მნიშვნელოვანია რომ გამოდიხარ და შენი ადამიანები და აი ყველა გულშემატკივრებს კიდე ორ მაქს мотиваციაც გაძლევ და სხვანაირად შედიხარ საერთოდ რომ იცი რომ აი შენიანია იქ და გულშემატკივრობს და საერთოდ სხვა ემოციები მოაქვს. გავიგეთ რომ შენი მეუღლე ელენე აქედან მოვიკითხოთ კიდე ერთხელ ესეთ мотиваციას გაძლევს და მუდმივად შენს გვერდით არის და როგორც აღნიშნეთ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან დიდი მადლობა მას ამ ყველაფრისთვის. მამაზეც გითხარი. მამას თავიდან როგორ უთხარი რომ აი მივდივარ ამ პროექტში? უთხარი პირდაპირ ვაჭარი. დაურეკე ეგრევე თუ ერთად იყავით თუ როგორ მოხდა? არა, დაურეკე ეგრევე და იმის სიხარული ალბათ ჩემსაც ჩემი გადაფარა, იმიტომ რომ მამა ჩემისთვის მე თუ ეხა რამეს წარმოვადგენ ამ ხელოვნების სფეროში და ხელოვნებაში მამა ჩემს აქ ძალიან დიდი დამსახურებაა, იმიტომ რომ მამა ჩემის ძალისხმევით არის ეს ყველაფერი, ცეკვაც, სიმღერაც, სხვათა შორის ბავშვობაში მეზარებოდა ეს ყველა ორივე ცეკვაც და სიმღერაც და მამა ჩემს ვარ დავიძალებინე, შეიძლება საერთოდ არ ყოფილიყავ ამ სფეროში, ამიტომ მამა ჩემისთვის ეს ორმაგაც სიხარულო იყო და რა ვიცი, აბა როგორ გულშემატკივრა აფასებს ტურიდან ტურამდე განსაკუთრებით ქართული სტური რო ქონდათ იქ ახლა წარმომიდგენია როგორ იქნება სხვათა შორის აი ზუსტად ქართულ ტურებზე კაცრი შეფასებელია სხვა იმიტომ რომ თავის სფეროა მაინც და იცის რა შეცდომას დაუშვებ რა მაგამოსასწორებელი და აქ სხვათა შორის სტანდარტში და სამეზოს ცეკვებში უფრო არა იქ მოწოს მაინც ხო, იმიტომ ჭვიალა ლამაზია, კარგად მოძრაობა, აფრიალება ამ შენს ბუმბულივით გოგოს და ჩვენ ვერ ხვდებით იმას. ყოჩა კარგი იყავის შემოიფარგლება. ყოჩა კარგი იყავი. ესე ვერ ვთქვა. აი ეს ქართულ ცეკვებში აი კარგი იყო, მაგრამ მე გძევდება. მე რაღაცას მეუბნება უკვე. მაგრამ ის გარეშე გიცეკვია მამასთვის, ანუ ისე რომ მაგრამ არ ვთქვა, თუ ჯერ ვერა. არ მახსენდება. მე მგონი არ მამას არ ყოფნის ესე იგი. სულ რაღაცა უნდა უფრო მეტი. მე მგონი ჯერ ვერ მოვახერხე ყველაფერი. ეხლა შენ ძალიან მნიშვნელოვან რაღაცაზე გააკეთე აქცენტი, რომ მამას სურვილი იყო, რომ გემღერა და გეცეკვა და აი მიუხედავად შენი რაღაცა დაზარებისა, ის მაინც როგორ უნდა გააკეთო ეს ყველაფერი შენ ცხოვრებაში, როგორ გახსენდება, აი კაცრად გახსენდება, რომ აუ როგორი საშინელება იყო თუ სწორ აი როგორ გახსენდება. ეხლა ამ გადმოსახედიდან როგორ უნდა გავაკეთოთ ეს ყველაფერი, რომ უმკივნეულოდ მივიყვანოთ იქ, სადაც ზუსტად ვიცით, რომ აი სხვათა შორის ამ გადმოსახედიდან უკვე კიდევ კარგი რომ ასე მაძალებდა და მაგრამ იმ დროს აი უკვე სადღაც გარდაცეხის სასაყირო მქონდა და რაღაც აი მაშინ მამასთან რომ მოდიოდნენ თავის მეგობრები საძმაკაცო და ესეთი ამბები სუფრა რო ქონდათ ხოლმე მე ვიმალებოდი სხვა ოთახში რომ ვიცოდი რომ ამა ჩემი დამიძახებდა და უნდა იმ გემღერა აი ვერ ვიტანდი ვერანაირად და ვიმალებოდი სხვათა შორის და აი ამ დაძალებამ იმ დროს რაღაცნაირად იმოქმედა იმიტომ რომ თითქოს საერთოდ აღარ მინდოდა ეს სიმღერა რა მაგრამ ეხლა ხვდები რომ თურმე კაი უქნია რომ მაძალებდა და მართლა არ ჩამომაშორა ამ სფეროს და აი ზუსტად მაშინ ვახსენეთ ცეკვა და სიმღერა ერთად დავიწყე მეთქი ერთი ასაკიდან თქო აი 3 წლის ვიყავი და 4 წლის როცა კრიმაჭულს ველოდი და ჩაყრულოს და მთელ ამბებს იმიტომ რომ მამა ჩემი მასპენებდა ფირფიტებზე ვლადიმერ ბერძენიშვილის არტემ ერქომაიშვილის და ესე ძველი გენიოსი მომღერლების ჩანაწერებს და აი იქიდან მოყოლებული არის ეს ყველაფერი მაგრამ
ალბათ რა ვიცი, იმიტომ რომ ძალიან პატარა ასაკიდან დავიწყე ეს ყველაფერი. შეიძლება მაგის გამოც იყო, რომ იმ გარდატეხის ასაკში უკვე თვითონ მიბეზრდა პროტესტები. ალბათ მაგითო. მაგრამ მე უკვე ცოტა რომ გავიზარდე და წამოვიზარდე, ჩემით მივხვდი, რომ რას ამბობ თურმე, ამაზე მეც რა კარგს რას გააკეთებ. ქვეყნისთვის, სამშობლოსთვის, შენთვის, შენი თავისთვის ეს არის ქვეყნის საუნჯე და ყველაფერი. აი იმ ასაკიდან უნდა გადავლახოთ ის რაღაცა შუალედი რაღაცნაირად უნდა გადავიაროთ ფაქიზად მშობლება და შვილობა. ასაკის ბრალი არის და ცოტა რომ მოგემატება ასაკი უკვე და აზრში ჩავარდები ნორმალურად, უკვე სხვანაირად შეხედავ ყველაფერს. კი ბატონო. ამიტომ ასე ვფიქრობ მეც რომ ხა წესით მაგრამის garaში ძალიან კმაყოფილია ჩემი აზრით. ისე ამბობს ხოლმე მაგრამს. მე მედოვნებ რომ ასე. მედოვნებ მას. ისე ვერ გაგიშვებ შენი ნომერი რო არ გამოაცხადო. უდიდეს წარმატებას გიცურებ ჩემი სახელით, ჩემი აგერ გუნდის სახელით, თელი საქართველოს სახელით. წარმატებული ყოფილიყავი სულ და სულ გაგეხარებინო ჩვენი გული ისე როგორც სულ ახარებდა ყოფილიყავი ძალიან საამაყო ჩვენთვის. ძალიან დიდი მადლობა ლუკა შენი ნომერი გამოაცხადე რომ ჩემი ნომერი არის მაყურებლისთვის ვიტყვი. მაყურებლისთვის აბა 0903 300 ო 354 და გითხარი ლაივის დღეს თუ სულ შეგვიძლია რომ დავრეკოთ ამ ნომერზე? სულ შეგიძლიათ რამდენიც გაგეხარდება და როცა გაგეხარდებათ. ძალიან კარგი. არის ღირებულება 54-ია. ასე რომ ვისაც მოგწონვართ ვისაც მოგწონთ ჩვენი წყვილი. კი, ხა ბოლოსთან ძალიან მნიშვნელოვანია გულშემატკივრობა, ვისაც გულშემატკივრობა. აუცილებლად აღარაფერი აღარ დარჩა ფინალამდე და კი ბატონო. წარმატებები, ძალიან კარგი რესპონდენტი ხარ, ლაღი და ნათელი ისეთი ზუსტად როგორიც ეკრანიდან ჩახარ. ძალიან დიდი მადლობა რომ გვესტუმრეთ და იპოვეთ ჩვენთვის ამ შენს ესეთ რეჟიმში დრო. მე ხუჩაბათავი და გემშვიდობებით ნახვამდის.